Ცირცხვილია ცეცხლი ოლიგარქიას ისმის უნივერსიტეტში, იქ სადაც დახურულ კარს მიიღმა უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო რექტორობის კანდიდატებს, ოცნების დეპუტატს ტიტე აროშიძეს და ბიოლოგიის დოქტორს არჩილ გუჩმანიძეს უსმენს. Სწორედ ამ კადრებს ვადევნებთ ჩვენ თვალყურს. ამავე დროს უნივერსიტეტში შეიკრიბნენ სტუდენტური თვითმმართველობისა და ოცნების მხარდამჭერი ახალგაზრდები. იყო სიტყვიერი დაპირისპირება. ეს არის აჭარა ტაიმსის კადრები, რომელსაც ჩვენ ახლა თვალყურს ვადევნებთ. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილმა თანამშრომელმა გოჩა სურგულაძე რომელმაც რუსული კანონის მიღების დროს პროტესტის ნიშნა დატოვა უნივერსიტეტი მოუწოდა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორებს ჩადგნენ სტუდენტებს შორის თამარ თედიაშვილი უკვე მზადაა ჩაგვერთოს პირდაპირ ეთერში. თამარ, რა ვითარება ახლა უნივერსიტეტში, რომ მოგვიყო უფრო მეტი მიდის თუ არა პროცესი დასრულებისკენ? გიორგი, ამ დაპირისპირების დროს აქ მე წინა ჩართვაზეც მოვუყავი ჩვენს მაყურებელს, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები არ იყვნენ, თუმცა არც იმის საჭიროება გამხდარა, რომ ლექტორები ჩამდგარიყვნენ სტუდენტებს შორის. იყვნენ ლექტორები აქ, რომლებიც ცდილობდნენ ვითარების დამშვიდებას, თუმცა თავად სტუდენტებმა უფრო დიდწილად იმ ადამიანებმა, ვინც ახლა ჩემს უკან დგანან აქციის მონაწილეებმა, იმ სტუდენტებმა, რომლებსაც პროტესტი აქვთ ტიტე აროშიძის რექტორობის კანდიდატობასთან და მის არჩევასთან დაკავშირებით, ძალიან სწორად შეაფასეს ვითარება და არ წამოედგნენ პროვოკაციებს, სწორედ ასე თავად დაამშვიდეს ვითარება და თავად გააგრძელეს ამ პროტესტის გამოხატვა. ხმაური სირცხვილია მონებო რუსებო, სწორედ ეს შეძახილები ისმის ისმოდა ცოტა ხნის წინ იმ კართან, სადაც სწორედ ამ კარის მიღმა არიან ახლა ამ წუთებში მიმდინარეობს პროცესი და ირჩევენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს ტიტე აროშიძე, არჩილ გუჩმანიძე. ეს ორი კანდიდატია. ქეთა პაქსაძეა ახლა ჩვენთან ერთად. ქეთა ამ უნივერსიტეტის სტუდენტია. ქეთა ცოტა ხნის წინ ჩვენ აქ ვნახეთ ქართული ეთნების პარტაქტივი, რომლებიც ამბობდნენ, რომ პირიქით ესენი არიან პარტიული ადამიანები, ვინც აქ აპროტესტებენ ტიტე აროშიძის რექტორობის კანდიდატობას და რექტორობას. რა არგუმენტები გაქვთ სტუდენტებს, რატომ არ გინდათ რომ ტიტე აროშიძე გახდეს რექტორი ამ უნივერსიტეტის და მისი რექტორობა რა პროცესებს გამოიწვევს უნივერსიტეტში? ხო, როგორც ჩვენ ვიცით, ტიტე აროშიძე არის ღიად დაუმალავად ორივე მხრისგან დაუმალავად არის ოცნების ერთ-ერთი წარმომადგენელი და ტიტე აროშიძის უნივერსიტეტში რექტორობა ნიშნავს ამაზე გულწრფელად ალბათ ვეღარ გვეტყვიან იმას, რომ უნდათ რომ ეს უნივერსიტეტი თავიანთ კანჭევქვეშ მოაქციონ და ამ უნივერსიტეტშიც თავიანთი მარწუხები და წნეხი გაატარონ. ეს ყველაფერი არ გამოუვათ და ის სტუდენტები, რომლებიც ჩვენ შემოგვისიეს და აქ მოიყვანეს და დაგვიყენეს და თითქოს ნაცევს გვეძახდნენ და სხვადასხვა პარტიული პარტაქტებს გვაბრალებდნენ, ძალიან კარგად მინდა გაიხსენონ თუ ვინ იყო ტიტე აროშიძე აქამდე, ვინ არის ეხლა, რომელ პარტიაშია და რას მოღვაწეობს. მას არა აქვს არანაირი აკადემიური მოსწრება, არა აქვს არანაირი განათლება იმისთვის, რომ უნივერსიტეტის რექტორი იყოს. ჩვენ სტუდენტები, რომლებიც აქ ვართ, ამ ყველაფერს გავაპროტესტებთ და არ დაუშვებთ იმას, რომ იქ ეხლა მშვიდად წყნარად მოსმენის დროს თუ კანდიდატების წარდგენის დროს მშვიდად ჩაატარონ ეს პროცესი და არ მივცემთ იმის უფლებას, რომ თითქოს არაფერი არ ხდება უნივერსიტეტში გარეთ, ამის შესაძლებლობა მათ ჰქონდეთ. ბატონო ტიტე, ძალიან გთხოვთ, რომ გამოხვიდეთ და ჩვენ გველაპარაკოთ უნივერსიტეტის სტუდენტებს, იმ უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლის რექტორობა თქვენ ძალიან გინდათ და ესე მოწოდნებით ვცდილობთ ამ ყველაფერს და სამწუხაროდ არ გამოგივას. მადლობა, სტუდენტს უსმენდით. მან თქვა, რომ არ აქვს ტიტე აროშიძეს შესაბამისი აკადემიური განათლება, თუმცა ჩემი ინფორმაციით დოქტორის ხარისხი აქვს ტიტე აროშიძეს, მაგრამ არ აქვს ამ უნივერსიტეტში არავითარი მუშაობის გამოცდილება. სწორედ ამას გაუსვა ცოტა ხნის წინ განსხვავებული აზრის გამოთქმის დროს საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა და თქვა, რომ აუცილებელია უნივერსიტეტის წიაღიდან წამოსული ადამიანი იყოს ამ უნივერსიტეტის რექტორი. ლექტორებს ვხედავ მე აქ ახლა უკაცრავად ლაშა ბაჟუნაიშვილია, ანა ტრაპაიძე, ასევე ლაშა ძალიან ხმაურიანი პროტესტი ვნახეთ ჩვენ აქ სტუდენტების, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ტიტე აროშიძის რექტორობას და ამბობენ, რომ ეს უნივერსიტეტი გახდება ქართული ოცნების ინტერესების გამტარებელი. თქვენი როგორც ლექტორის პოზიცია რა არის, რა იქნება იმ შემთხვევაში თუ ტიტე აროშიძე იქნება რექტორი და იზიარებთ თუ არა ამ ადამიანების მოსაზრებას? კი, პირველივე დღიდან ეტყობა, რომ ასე იქნება, იმიტომ რომ აქ არის მობილიზებული უამრავი პარტიული ნიშნით ახალგაზრდობა, აქ არის მობილიზებული ძალოვანები
და როგორც ჩანს, აი ესე, იმიტომ რომ არ ვიცი ხა, ეს სიტუაცია არ მგონია ვთქვათ, მხოლოდ დღეს დასრულდეს სტუდენტების პროტესტი, ისე როგორც ზოგადად ქვეყანაში პროტესტი გრძელდება და ალბათ გაგრძელდება კიდეც და მე არ ვიცი, აი მის ფონზე როგორ იქნება შესაძლებელი უნივერსიტეტში მშვიდად განახორციელო რექტორის არჩევნები, როდესაც არჩევნების დღეს არის ესეთი, ასე ვთქვათ, ძალიან დიდი ხმაური და ხმაური გამოიწვია აი ამ პარტიული ხელისუფლების მხრიდან პარტიული, ასე ვთქვათ, აქტივის მობილიზება. და მეორე, რა თქმა უნდა, ხმაურს იწვევს ხელისუფლების გადაწყვეტილება, ხელისუფლება წოდებული პოლიტიკური ძალის გადაწყვეტილება, რომ აი პარტიული, ასე ვთქვათ, ნომენკლატურიდან მოიყვანოს და დასვას, ასე ვთქვათ, რექტორი და არჩევინოს აკადემიურ საბჭოს, ანუ დაანიშნინოს, ხო? ეს არის მიუღებელი და ჩვენ ამაში ვხედავთ ძალიან დიდ საფრთხეებს. თუ კი ვთქვათ, ის თვალახმეული დაიწყებს პარტიული დავალების შესრულებას, უბრალოდ აქ ჩემის აზრით, აქ არ იქნება სტაბილურობა, თქმა უნდა, გაგრძელდება პროტესტი, გაგრძელდება წინააღმდეგობა და უნივერსიტეტი არ შეეგუება ესეთ აზრს, ესე ვთქვათ, ხელისუფლების მხრიდან მართულ პროცესებს ჩვენს ინსტიტუციაში. ეს არის დამანგრეველი ჩვენი ინსტიტუტისათვის, ჩვენი ინსტიტუციისათვის და მე ვფიქრობ, რომ უნდა დაიხიოს უკან ხელისუფლება ამ შემთხვევაში და პირველ რიგში ხა მოუწოდებ აკადემიუსებს, ჩემ კოლეგებს უბრალოდ გამოხედონ გარეთ და ნახონ, აი ესეთი უნივერსიტეტის მიღება სურდათ, მათ აი ესე უნდა მიუყვეთ ჩვენ ბრმად ხელისუფლების დაკვეთას, ნუ რა არის აქ ესეთი ჩვენ აქ განსაკუთრებით ჩვენ გამოვხატავთ უბრალოდ საღაზრს, ჩვენ გამოვხატავთ განსხვავებულ აზრს და ვამბობთ, რომ ხელისუფლების ასე ვთქვათ, მხრიდან უნივერსიტეტის პოლიტიზირება არის დაუშვებელი და ერთხელ უკვე ვიგემეთ შედეგი, როდესაც ენქადან და ეკარიდან გაგვრიცხეს და სწორედ ეს იყო, რომ პოლიტიზირებული ვართ. ეხლა კიდე ამით ვამტკიცებთ, რომ პოლიტიზირებული, ჩემ გვაქვს პოლიტიკა უნივერსიტეტში და ვცდილობ ავრიოთ უნივერსიტეტი და კიდე მინდა ჩემ კოლეგებს მიმართო. ბავშვები, როდესაც აპროტესტებდნენ ზოგად სახელმწიფოებრივ საკითხს, ზოგად ეროვნულ საკითხს და ეუბნებოდნენ, რომ პოლიტიკა შემოგაქვთ. აი ხა ქართულ ოცნებას უთხრან, შემოაქვს თუ არა ქართულ ოცნებას პოლიტიკა. შემოყავს თუ არა უნივერსიტეტში პოლიტიკური პარტიის აქტივი და შემოყავს თუ არა ძალოვნები, რომლებიც ცდილობენ სიტუაცია დაზვერონ და შემდეგ ალბათ გამოიყენონ ანგარიშ. თუმცა დაპირისპირების დროს აქ პოლიციელები არ გამოჩენილა ამ პირიქით, ანუ ცოტა ხნის წინ აქ დაპირისპირება რომ იყო სამართალდამცავები არ იყვნენ. ქვემოთ დგანან და იცავენ პერიმეტრს ალბათ ტიტიარაშიძის გამოსვლას ელოდებიან. და როდის ჩდებიან სამართალდამცავი? მე ძალიან დიდი ხანია დავკარგე რწმენა, რომ სამართალდამცავი ჩვენ ქვეყანაში არის ყველა მოქალაქის განურჩეულად მისი პოლიტიკური შეხედულებებისა თუ პოზიციისა დამცავი. მე ვხედავ ქვეყანაში პოლიციას, რომელიც არის გადაქცეული მილიცია, რომელიც იცავს მხოლოდ და მხოლოდ ერთი პარტიული, ასე ვთქვათ, პარტიული მხარის ინტერესს და დანარჩენებს ფაქტობრივად წირავს ცემისთვის, წირავს დასახიჩრებისთვის, უკანონო დაპატიმრებისთვის და ვხედავ ასევე ქვეყანაში სასამართლოს, რომელიც სტუდენტს, ლექტორი, მოსამართლე, რომელიც სტუდენტს იმეტებს ყველაზე მაღალი სასჯელისთვის. იმიტომ რომ წინანდრით იყო ასევე სტუდენტის, ასე ვთქვათ, პროცესი, სადაც აბსოლუტურად უცნობმა მოსამართლემ, რომელსაც უნივერსიტეტთან კავშირი აქვს, 5 დღე შეუფარდა ჩვენმა ასისტენტ პროფესორმა, ქალბატონმა კაჟაშვილმა თავი გამოიდო და აჩვენა სისტემას, რომ მე თქვენი დიდი ერთგული ვარ და 12 დღე მივუჩათ საჯა პირადად ჩემ სტუდენტს, რომელსაც ვასწავლი და ძალიან კარგი ბიჭია და ძალიან კარგი პატრიოტი ადამიანი არის და ეს არის მთელი, ვთქვათ, არქიტექტურა ამ ვითარებისა, რასაც დღეს ჩვენ ვხედავთ. მადლობა. ნანა ტრაპაიძე ახლა ჩვენთან ერთად. ნანა, ცოტა ხნის წინ ჩვენ შევედით, ვესწრებოდით ამ განხილვას და განსხვავებული აზრი გამოთქვა საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა, მან თქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ უნივერსიტეტის წიაღიდან წასული პროფესორი ადამიანი იყოს უნივერსიტეტის რექტორი, იმიტომ რომ უნდა იცოდეს უნივერსიტეტის სპეციფიკა და ის იყო გულდაწყვეტილი, რომ არ შეესაბამებოდნენ კანდიდატები ამ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებდნენ. რამდენად მნიშვნელოვანია ეს პროცესი ახლა რაც მიდის? ხდება თუ არა უნივერსიტეტის პარტიულობა, პოლიტიზირება აღარ, უკვე პარტიულობა და რას გამოიწვევს? ყველაზე ვულგარული და ბრუტალური სახე, თორემ უნივერსიტეტი რა თქმა უნდა რეზონანსული უნდა იყოს იმასთან, რაც ხდება ზოგადად ქვეყანაში, უფრო მეტიც საერთოდაც აი აქ უნივერსიტეტის ადგილია, რომელიც არათუ ვერ მოწყდება პოლიტიკურ კონტექსტს, არამედ რაღაც გარკვეული გაგებით ეპიცენტრის შეიძლება იყოს. ეს ხდება კიდევაც და ეს რაც ახლა აქ არის საერთო საზოგადოებრივი პროტესტის ნაწილია და როგორ შეიძლება ამას უნივერსიტეტი იყოს ჩამოშორებული და პოლიტიკურ კულტურას და პოლიტიკურ ცნობიერებას ჩამოაშორო, ააცილო სტუდენტი ან პროფესორა. ცუდი ის არის, რომ ეს არის პარტიული პოლიტიკა. თორე პოლიტიკა როგორც დავა იმის შესახებ, რაღაც საერთო შეთანხმებები თუ როგორ ქვეყანაში ვიცხოვროთ, ეს ეხება ყველას. უკვე 18 წლის ადამიანს, რომელიც არის სტუდენტი, მის
მისთვის ეს საკითხი უნდა იყოს როგორც მოქალაქისთვის და როგორც ადამიანისთვის გარკვეული იმ ადამიანის რომელიც რაღაც პროფესია უნდა შეიძინოს და ამ თავის პროფესიაში უნდა იმსახუროს თავის ქვეყანას იმისთვის უმნიშვნელო არ უნდა იყოს როგორი პოლიტიკური მოწყობის ქვეყანაში იცხოვრებს რა თქმა უნდა ამ გაგებით უნივერსიტეტი ძალიან გრძნობიარე უნდა იყოს პოლიტიკურად უნივერსიტეტი ყოველთვის იყო პოლიტიკურად მოწყვლადი ეს თქვა გულწრფელად ამ თვალსაზრისით აქ ახალი არაფერი არ ხდება უბრალოდ კიდევ უფრო მეტი ბრუტალურ სახეს იღებს ის რომ ეს არის ძალიან ღია უკვე ფრჩხილებს გარეთ არის ეს პროცესი გასული და ეს არის პარტიული კონფლიქტი აი პოლიტიკის ჩვენთან როგორ მოხდა პოლიტიკის და პოლიტიკური თქვა აზროვნების დემონიზაცია აი ნაცი ქოციან პარტიულ კლიშეებში და პარტიულ იდენტობებზე დაყვანა მაშინ როდესაც საერთოდ შეიძლება ადამიანი არც ერთ პარტიული კუთვნილება მას არ ქონდეს და ეხლა ეგ ხდება აი ამ სურათის ეს სურათი ხდება მთავარი სურათი და ყოვლის მომცველი სურათი რა ჩემთვის უნდა ვთქვა ძალიან გულდასაწყვეტია რომ აი ასე ვთქვა პირობითად ვთქვა აკადემიური უმცირესობა ნუ რატომ პირობითად რეალურად ის აკადემიური უმცირესობა რომელიც აქტიურად გამოხატავდა საკუთარ პოლიტიკურ განსხვავებულ პოლიტიკურ შეხედულებებს ამ კონტექსტში უნდა მომხდარიყო პოზიციონირება დამოუკიდებელი კანდიდატის და მე ვიტყვი ამაზე ჩემ კოლეგებთანაც ამას ვამბობდა მინდა რომ თქვა რომ ეს იქნებოდა პოლიტიკური მორალის თუ აკადემიური მორალის თქვა როგორც ადმინისტრირებაში მონაწილეობის თვალსაზრისით აი ამ მორალის შეცვლა აქ ჩემი აზრით პირველ რიგში არის სწორედ აი ამ აკადემიური მორალის პრობლემა და მერე სხვა დანარჩენი ეხლა ის კანდიდატები თუ კი ცდილობენ რომ ეხლა რაღაცა მოდი ასე ჟარგონზე ვიტყვი ჩერეს ხელისუფლებიდან მოვიდეს როგორც შედა დემოკრატიული ფონის შემქმნელი და თითქოს უფრო რა ვთქვათ ასე რაღაცა რბილი ეგ ბევრად უფრო ვარ მე მაგას მირჩევნია უფრო ღია სურათი რომლის წინაშე შეიძლება ახლა ვარ ვიდრე შეფერი იმიტომ რომ კარგს და სუდზე პოზიციაზე უარესი არის კარგი და ფეიკი ანუ გაუგებარი ბუნდოვანი და გადაფარული მადლობა ნანა ტრაპაიძეს უსმენდით ახლა მიმდინარეობს სწორედ ის პროცესი უკვე არჩევნების პროცესია შესაძლოა დაწყებული ამ კარს მიღმა კარს აქეთ გრძელდება პროტესტი ტიტი აროშიძე არჩილ გუჩმანიძე ეს ორი კანდიდატია ახლა საბჭოს წინაშე ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საბჭო თუმცა აქ შეკრებილი ადამიანები დარწმუნებულები არიან რომ ქართული ოცნების წარმომადგენელი ტიტი აროშიძე გახდება უნივერსიტეტის რექტორი და უნივერსიტეტი შესაბამისად გახდება ქართული ოცნების დანამატი